როგორ მიაღწიეს ამ ქალბატონებმა მსოფლიო ცნობადობას ინდუსტრიასა თუ ზოგადად ბიზნეს სივრცეში? მოგესალმებით, ეს ნეთორარჩია, მე კიდევ ამ არხის შემქმნელი ოთარ გიორიაძე ვარ და მოდით დავიწყოთ. წინა ვიდეოში საუბარი მქონდა სამ წარმატებულ ადამიანზე ქსელურ მარკეტინგში, რომლებმაც თქვეს ინდუსტრიაში თავიანთი სათქმელი. ეს მინდა მოყვე სამი ქალბატონის წარმატების ისტორია, რომლებმაც არამხოლოდ თავიანთი ბედი შეცვალეს, არამედ უამრავ ადამიანსაც შეუცვალეს ცხოვრება უკეთესობისკენ. პირველი ვიზეც მინდა გესაუბროთ, ეს არის ჯესი ლი უორდი, იგივე ბოს ლი. სახინგალთქმული მეწარმე, ბიზნეს მენტორი, ინოვატორი. მისი ქონება ქსელურ მარკეტინგიდან შეადგენდა $6 მილიონ და ის ცნობილი იყო დიდი მიღწეული წარმატებებით ქსელურ მარკეტინგში. მისი გზა მეწარმეობრივი ნიჭით, მონდომებითა და სხვების გაძლიერებისადმი ნამდვილი სურვილით გამოირჩეოდა. ჯესი ლი უორდი დაიბადა 1997 წელს 12 ოქტომბერს მერილენდში, მიდლტაუნში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი ისტორია დაიწყო პატარა ქალაქში, სიყვარულით და სითბოთის სავსე ოჯახში. მას ბავშვობიდანვე იტაცებდა მეწარმეობა და მას ჰქონდა დაუცხრობელი სურვილი ცოდნის მიღების. ის იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში თავის ადრეულ მოგონებებს, თუ როგორ შეიგრძნო პირველად დამოუკიდებლობის გრძნობა ბოსტნეულის დახზე ვაჭრობისას, რომელიც კლასიკური ლიმონათის დახს გავდა. ის საუკეთესო იყო სკოლაში, გოგონა სკაუტების ნამცხრობისა და შესაფუთი ქაღალდების გაყიდვაში და ეს მას მოსწონდა, რადგან კონტროლის შეგრძნების საშუალებას აძლევდა. სულ 13 წლის ასაკში, სკოლის შემდეგ ნაყინის მაღაზიაში დაიწყო პირველი თავისი ნამდვილი სამსახური. ის ფიქრობდა, რომ მისი ძალისხმევა პირდაპირ კავშირში იყო მის შემოსავალთან და პირად წარმატებასთან, თუნდაც ესეთი მცირე მასშტაბით, ესეთ პატარა ქალაქში. სანამ ჯესი ლი უორდი 2011 წელს დაიწყებდა პირდაპირ გაყიდვების ბიზნესს, ის ცხოვრობდა დედამისის სარდაფში და დედამ სთხოვა, რომ $300 გადაეხადა ქირისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯესი ლი მუშაობდა სრულ განაკვეთზე პათოლოგიის ლაბორატორიაში, მაინც ვერ ახერხებდა ამ თანხის გადახდას. სწორედ ამ დროს დედამისმა ურჩია მას, რომ დაეწყო სახლიდან რამე ბიზნესი და ის პირველად შეუერთდა პირდაპირ გაყიდვების კომპანიას Party Plan მოდელით, სადაც მალევე გახდა საუკეთესო რეკრუტერი და გამყიდველი. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ის თვლიდა, რომ ქსელური მარკეტინგი იყო თაღლითობა, ერთხელ ვიღაცამ უთხრა მას, რომ შენ რასაც აკეთებ პირდაპირ გაყიდვებში, ის ციფრები შეადარე ნებისმიერ MLM კომპანიას. როცა ეს გააკეთა, მიხვდა, თუ რა დიდი შესაძლებლობა ჰქონდა ხელიდან გაშვებული და სწორედ ერთ თვეში ის ამ სფეროში ჩაერთო. კომპანია, სადაც მან დაიწყო კარიერა, ეს იყო Pruitt, ამერიკული კომპანია, რომელიც 2015 წელს დაარსდა და მის ბიზნესში სტარტიც იყო სწორედ 2015 წელი. ჯესი ლი უორდის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ქსელურ მარკეტინგს ის აღარ უყურებდა როგორც გვერდითა საქმიანობას და მან გადაწყვიტა, რომ რაღაც დიდი უნდა აეშენებინა. ის კონცენტრირდა სოციალურ მედიაზე და მთლიანად 7 ნიშნა შემოსავლის მქონე ბიზნესი შექმნა ონლაინ. ამავდროულად ისწავლა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ წარმატებაზე, არ ელოდებოდა რაღაცა მოვლენებს, რომ თავისით მოხდებოდა და დაიწყო მოქმედება. სწორედ ამ აზროვნების ცვლილებამ შეცვალა ყველაფერი. ჯესი ლი უორდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გაკვეთილი იყო იმის გააზრება, ვინ იყვნენ მისი ნამდვილი მეგობრები. ბიზნესში წარმატებასთან ერთად ის შეეჯახა ნეგატივს და იმ ადამიანების ღალატს, ვისაც ის ენდობოდა. მაგრამ ამ პროცესში მან გაიაზრა ისიც, რომ ყველაზე მთავარია დარჩე საკუთარი ფასეულობების ერთგული. იგრძნო, რომ ქსელურ მარკეტინგში ყველანაირი ტიპის ადამიანი შემოდის, კარგი, ცუდიც და ძალიან რთულიც. მთავარი კი ის არის, რომ იყო კონცენტრირებული პიროვნულ განვითარებაზე, არ შეწყვიტო შრომა და არ მისცე ნეგატივს უფლება, რომ გზაზე გადაგეღობოს. მისი წვლილი ქსელური მარკეტინგის ინდუსტრიაში და უნარი შეექმნა გუნდი, რომელიც მოიცავდა 1,600,000 მომხმარებელს, 21,000 პრომოუტერს, რომელიც 41 ქვეყანაშია გაშლილი, მართლაც შთამბეჭდავია. ჯესი ლი უორდის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი ის იყო, როდესაც ავტორიტეტულმა გამოცემამ Forbes-მა ის შეიყვანა ამერიკის ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში. ეს პრესტიჟული აღიარება კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის გამორჩეულ მიღწევებს ქსელურ ინდუსტრიაში. ჯესი ლი უორდი არ იყო მხოლოდ წარმატებული მექსელი. ის აგრეთვე მხარდამჭერი იყო ჯანმრთელობისა და ველნეს ინდუსტრიის და ამ მიმართულებით მან დაარსა ჯესი ლი ველნესი, რომელიც მის გატაცებებს და ღირებულებებს ასახავდა. ეს ბრენდი მისი მისიის განსახიერებად იქცა და ამ ბრენდის დახმარებით მან ათასობით ადამიანს შეუწყო ხელი უკეთესი ცხოვრების წესის შექმნაში.
2023 წლის გაზაფხულზე ჯესი ლის კოლერექტუალური კიბოს მორეციდივე დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება უკვე მეტასტაზირებული იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის უკვე მთელ ორგანიზმზე იყო მოდებული და მან სცადა არატრადიციული მეთოდებით ბრძოლა ამ დაავადებასთან, რადგან უკვე ტრადიციული მედიცინაც ვერაფერს ვეღარ გახდებოდა. საბოლოოდ, იმავე წელს 34 წლის ასაკში მძიმე ტკივილებისა და გართულებების გამო ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და სამწუხაროდ ის მომდევნო დღის განმავლობაში გარდაიცვალა. ჯესი ალი უორდის გამორჩეული გზა პატარა ქალაქის გოგონადან დიდი ოცნებებით MLM საზოგადოების გამორჩეულ პიროვნების სტატუსამდე ნამდვილად შთამაგონებელია და მისი 6 მილიონის ქონება, რაც ამ სფეროთი მოიხვეჭა, ნამდვილად ასახავს იმას, რომ კარიერისადმი ის იყო ერთგული და ის დაეხმარა უამრავ ადამიანს, რომ შეეცვალა თავიანთი ცხოვრება უკეთესობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება შეწყდა ტრაგიკულად კიბოსთან ბრძოლაში, მისი მემკვიდრეობა კვლავ განაგრძობს უამრავი ადამიანის შთაგონებას და მოტივაციას, რადგან მიაღწიონ ადამიანებმა თავიანთ უმაღლეს პოტენციალამდე. მისი გზა არის ცოცხალი მაგალითი მიზანდასახულებისა, გატაცებისა, ოცნებების ძიების ძალისა და მისი ისტორია დარჩება შთაგონების წყაროდ მომავალი თაობებისთვის. შემდეგი ადამიანი ეს არის სტორმი უელინგტონი, იგივე მწვრთნელი სტორმი. ეს ბიზნესვუმენი ცნობილია როგორც ფინანსური მენტორი, აგრეთვე ფიტნეს ინფლუენსერი. წლების განმავლობაში მან რამდენიმე წიგნიც კი დაწერა. გარდა ამისა, მისი სამეწარმეო წარმატება პირად სირთულეებთან ბრძოლის შედეგია. ის ბავშვობიდანვე იბრძოდა, რომ მიეღწია იმ პოზიციისთვის, სადაც დღეს იმყოფება. სტორმი უელინგტონის მშობლები ქუჩაში ნარკოტიკით ვაჭრობდნენ, რაც მათი ძირითადი შემოსავლის წყარო იყო. განსაკუთრებით კი დედა, მარლინ ბარკლი, იშვიათად იყო ის სახლში და ხშირად ხვდებოდა ის ციხეში. ამის გამო პატარა სტორმი მოათავსეს 3 წლის განმავლობაში მზრუნველობის სისტემაში, ფოსტერ ქეარში. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ის ადამიანები ძალადობდნენ მასზე, ვისაც დედამისი ენდობოდა და მათ ევალებოდათ მისი მოვლა. საბოლოოდ სტორმი უელინგტონი ფოსტერ ქეარიდან გამოიყვანა მისმა უფროსმა ძმამ და ის გაზარდა. ოჯახი ისეთ სიღარიბეში ცხოვრობდა, რომ 13 წლის ასაკში სტორმის მოუწია, რომ გამხდარიყო სტრიპტიზის მოცეკვავე, რათა დაეფარა ოჯახის ხარჯები. ის პირველად დედა 15 წლის ასაკში გახდა, რის გამოც აგრეთვე სკოლის მიტოვებაც მოუწია. დღეს მას ჰყავს 3 შვილი. მოზარდი სტორმი იძულებული გახდა პატარა ასაკიდანვე, რომ საკუთარი თავისთვის თვითონვე მიეხედა. მიუხედავად მძიმე პირობებისა, მას ჰქონდა მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ ძირეულად შეეცვალა საკუთარი ცხოვრება და დაეძლია ნებისმიერი დაბკოლება. საბოლოოდ მან სტრიპტიზის ცეკვაზე უარი თქვა და საკუთარი პირველი ბუტიკი გახსნა. ეს იყო მისი მეწარმეობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. მან წარსულში განცლილი ტკივილი, საკუთარი ფოკუსის წყარო დაქცია და მოახმარა საკუთარ საქმეს. მისი მონდომება შედეგიანი აღმოჩნდა. მალევე მან კიდევ 2 ბუტიკი გახსნა, მაგრამ 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტის შედეგად მის ბიზნესი დაიხურა. შემდგომში მას მოუწია დასაქმება სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციაში, TCI-ში, სადაც ჰქონდა $13.25 საათში გამომუშავება, მაგრამ მას ეს სამსახური არ მოსწონდა და 2 წელში თავი გაანება. 29 წლის ასაკში უელინგტონი გადავიდა ატლანტაში საცხოვრებლად თავის ოჯახთან ერთად. მხოლოდ $135 გააჩნდა მას, რომ რამე ახალი დაეწყო. მან დაიწყო ნეტვორკინგი და უძრავი ქონების აგენტად მუშაობა და მალევე წამოვიდა მასთან $1000 შემოსავალი, მაგრამ სამწუხაროდ ბაზარმა მალევე კრახი განიცადა და ის კვლავ გაკოტრდა. სტორმი მომსახურების სფეროში სცადა სამსახური, სადაც საათში $13 უხდიდნენ. კომპანიას მილიონობით თანხის შეგროვებაში დაეხმარა სტორმი დახურულ ანგარიშებზე, მაგრამ შედეგად მათგან მიიღო 25 ცენტი, რის გამოც იძულებული გახდა აქედანაც წამოსულიყო. ის ყოველთვის ეძებდა თავისუფლებას, ბედნიერებას, ფინანსურ სტაბილურობას, რასაც ტრადიციული სამსახური მას ვერ აძლევდა. სტორმის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა რადიკალურად, როდესაც ის პირველად გაეცნო ქსელურ მარკეტინგს. ის თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი, ეგონა ჩვეულებრივი პირამიდული სქემა, თუმცა აზრი მაშინ შეეცვალა, როდესაც დაინახა მისნაირი შავკანიანი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა თვეში $60,000 ამ ბიზნესიდან. მიუხედავად იმისა, რომ სტორმი არ ფიქრობდა, რომ შეძლებდა ამ ხელა თანხების გამომუშავებას, მას ჰქონდა საკმარისი მოტივაცია, რომ შეეცვალა საკუთარი ცხოვრება
და აგრეთვე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მისთვის იყო, გაებედნიერებინა საკუთარი დედა. სტორმის დედა ცოტა ხნის წინ იყო გამოსული ციხიდან. მას ჯანმრთელობის მდგომარეობა და თვითშეფასება ძალიან დაბალ დონეზე ჰქონდა. სიყვარულით და თანაგრძნობით მოტივირებულმა სტორმიმ დაისახა მიზნად, რომ ამ საქმიდან იმდენი ფული ეშოვნა, რომ დედამისისთვის ახალი ღიმილი ეჩუქნა. მაშინ არ იცოდა, რომ ეს მიზანი არამხოლოდ დედამისს დაეხმარებოდა, არამედ მის გზას გახსნიდა ქსელურ მარკეტინგში, სადაც პირველივე წელს ერთ-ერთი უმსხვილესი შემოსავლის მქონე ლიდერ ქალად იქცეოდა. 2014 წლის 30 ოქტომბერს ის შეუერთდა კომპანია Total Life Changes, რომელიც დაიპყრო შტურმით თავისი მიღწევების განსაცვიფრებელი სიით. პირველივე კვირაში მან გამოიმუშავა $50,000 და პირველივე წელიწადს 40,000-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ქსელი შექმნა. წლების განმავლობაში მან მხოლოდ TLC-დან, ქსელური მარკეტინგის კომპანიიდან შექმნა $50 მილიონ-ზე მეტი შემოსავალი. მის კარიერაში მწვრთნელი სტორმი 129 ადამიანს დაეხმარა, რომ გამხდარიყვნენ მილიონერები მისი მენტორობით და ამას კიდევ აგრძელებს. ეს აგრეთვე მფლობელია ორგანიზაციის Girl Hold My Hand Inc-ის, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანებისთვის ჯანმრთელობის, კეთილდღეობის და ბედნიერების გზის ჩვენებას. Wellingtonმა ასევე შექმნა საკუთარი სავაჭრო ხაზი, რომელიც მოიცავს კანის მოვლის საშუალებებს, მაისურებს, ხალათებს, ბალიშისპირებს და ასე შემდეგ. ყველაფერი ამასთან ერთად მას აქვს დაწერილი 3 წიგნი: რეკრუტინგის 21 უდავო კანონი, 7 ქარიშხალი, გამარჯვება, პროგრესი, წარმატება და წარმატების 9 კანონი. თავისი საქმიანობის დასაწყისიდან მოყოლებული მან კარიერაში მრავალი აღმავლობა და დაღმავლობაც გაიარა, მაგრამ არასდროს არ დანებებულა. ის ყოველთვის წარუმატებლობიდან სწრაფად ბრუნდებოდა და ისევ მიდიოდა წინ. სტორმი Wellington's რთული ბავშვობა ჰქონდა და რამდენჯერმე გაკოტრდა კიდეც, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისმა მონდომებამ და სირთულეებმა ის გახადეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმატებული ქალი მეწარმე. მესამე ადამიანი, ვიზეც მინდა გესაუბროთ, ეს არის სტეფანია ლოგატო, საერთაშორისო დონის სპიკერი, მექსელე, ავტორი და ადამიანი, რომელმაც შეძლო საკუთარი ცხოვრების შემოbrunება და გამხდარიყო მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი. ის დაიბადა 1975 წლის 23 სექტემბერს იტალიაში, ქალაქ მილანში. ბავშვობიდან მას მშვენიერი ცხოვრება ჰქონდა. ის და მისი ოჯახი ცხოვრობდნენ მილანში. ისინი მას აძლევდნენ სიყვარულს, სტაბილურობას და წარმატების მიღწევის შესაძლებლობას. სტეფანიას მშობლები იყვნენ მეწარმეები და მათ ჰქონდათ რამდენიმე მოდის მაღაზია მილანში. მას ბავშვობაში არაფერი არ აკდა. მას გაუღვივეს თავიდანვე რწმენა, რომ განათლება, ღირსება, პატიოსნება მას მიიყვანდა დიდ შედეგებამდე. სტეფანია სწავლობდა შვეიცარიის პრესტიჟულ სკოლაში auf dem Rosebergში. შემდეგ კი ბიზნეს კომუნიკაციების კუთხით მან დაამთავრა ამერიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი ლოს-ანჯელესში. ის თავისუფლად ფლობდა 4 ენას და მას შეეძლო კორპორატიულ სამყაროში შესვლა, მაგრამ სტეფანიამ სხვა გზა აირჩია. კარიერას არჩია დედობა. მომდევნო წლების განმავლობაში მან შვილების განვითარება და კეთილდღეობა ყველაზე მაღლა დააყენა. ოჯახთან ერთად ისე ცხოვრობდა, რომელსაც ბევრი ინატრებდა. დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, პორტუგალიასა თუ მაიამიში. ყველაფერი როცა გონია ძალიან კარგად მიდის, ცხოვრებაში ისეთი რაღაცეები ხდება, რაც დიდი ცვლილებებისკენ გვამზადებს. 2013 წელს სტეფანიას მაშინდელმა ქმარმა უღალატა, რის გამოც ისინი განქორწინდნენ. მან წაართვა ყველა შემოსავლის წყარო და დატოვა 3 ბავშვთან ერთად სახსრების გარეშე. სტეფანიას შვილებისთვის საჭმლის საედლადაც კი არ ჰქონდა ფული. ის და მისი შვილები ცხოვრობდნენ ერთ საძინებლიან ბინაში, რადგან სტეფანიას უფრო დიდი ყიდვის საშუალება არ ჰქონდა. ერთადერთი მისი ფიქრი იყო, როგორ გამოიკვება საკუთარი შვილები და ამისთვის მუშაობდა დაბალ ანაზღაურებად სამსახურში, სანამ მისმა მეგობარმა ქსელური მარკეტინგის შესახებ არ გააცნო ინფორმაცია. მაგრამ ის სკეპტიკურად იყო განწყობილი, რადგან ეგონა, რომ ქსელური მარკეტინგი იყო თაღლითობა. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს იყო ბოლო შანსი
ადამიანისთვის, რომელსაც სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა. თავდაპირველად ის თავის მეგობარს ეხმარებოდა ბიზნესის კეთებაში ოფიციალური ჩართვის გარეშე, მაგრამ როდესაც შედეგები დაინახა, ის მიხვდა, რომ ქსელური მარკეტინგი რეალურ შესაძლებლობას წარმოადგენდა და სერიოზულად აღქმა დაიწყო. პირველი 2 წელი უშედეგოდ იბრძოლა მან. მის გარშემო ადამიანები ჭორაობდნენ მასზე და სტეფანიაც ფიქრობდა, ოხ სტეფანია, შენს უდაკარგეთ თავმოყვარეობა, მაგრამ როდესაც გადაწყვეტდა დანებებას, მას ახსენდებოდა საკუთარი შვილების თვალები. მას სხვა გზა არ ჰქონდა, ის არ დანებდებოდა. სტეფანიას გარდამტეხი მომენტი იყო ის, როდესაც კომპანიის საერთაშორისო ღონისძიებაზე ჩავიდა და დაინახა პოლიცია იდგა დაცვად და გაუნათდა გონება, რომ ეს ყველაფერი თურმე ლეგალურია. აქ მეორე მომენტიც იყო, რომ სცენაზე ნახა ისეთი ადამიანი, ვინც გამოიმუშავებდა უზარმაზარ თანხებს და მასზე არც მეტი იყო და არც ნაკლები. თუმცა მარტო ეს არ მომხდარა ღონისძიებაზე. მან გაიცნო მისი მომავალი მეუღლე დენიელ ფეიერი, ვისთან ერთადაც საერთაშორისო ბიზნესს უძღვება. მან ამერიკულ კომპანია ჯენეს გლობალში თქვა ინდუსტრიაში თავისი სათქმელი. 2016 წელს მიაღწია ზურმუხტის რანგს და მომდევნო 7 წლის განმავლობაში მუდმივად მას ჰქონდა ზრდა და უკვე 2023 წელს მან გააკეთა დაბლ დაიმონდის ელიტური რანგი. ის 2016 წელს მოხვდა 50 საუკეთესო ქალ მექსელებს შორის მე-20 ადგილზე. უკვე 2023 წელს სტეფანია მის მეუღლესთან ერთად შეუერთდა საერთაშორისო ამერიკულ კომპანია ჯიფუს, სადაც დღეს აქვს ამბასადორ დაიმონდის რანგი, რომელიც არის უმაღლესი რანგი დღეს კომპანიაში. ის ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქალი მექსელეა. მათი ყოველთვიური შემოსავალი $600,000 აჭარბებს თვეში. მათი მთლიანი შემოსავალი კი არის $41 მილიონი ქსელური მარკეტინგიდან, რაც შეგიძლიათ Business for Home-ზე ნახოთ. მონაწილეობა მიუღია მნიშვნელოვან ქსელურ ღონისძიებებში, როგორიცაა GoPro Recruiting მასტერი. აგრეთვე 2018 წელს იყო მიწვეული ამსტერდამში, ევროპის პირდაპირ გაყიდვების კონგრესზე, სადაც მან მთავარი ჯილდო მოიპოვა. სტეფანია მრავალ ჯილდოზე იყო ნომინირებული და ის $1 მილიონი ჯილდოს მფლობელიცაა. მას სცენა გაუზიარებია ისეთ გლობალურ ლიდერებთან, როგორებიც არიან ტონი რობინსი, რიჩარდ ბრენსონი და ხალხს უჩვენებდა თუ როგორ შეიძლება ქსელური მარკეტინგი გამოიყენონ საკუთარი ბრენდების გასაზრდელად. ის ავტორია წიგნის „თქვენ ჩემს ღრიალს გაიგონებთ“, რომელიც მის ცხოვრებაზე აქვს დაწერილი. სტეფანიამ თავისი ოცნებებისკენ ნაბიჯი გადადგა. საზოგადოების აზრს არ მისცა უფლება, რომ ის შეეჩერებინა. ახლა ის თავის ისტორიას იყენებს, რათა სხვა ქალებს და განსაკუთრებით მარტოხელა დედებს აჩვენოს, რომ ყველაფრის შექმნა შესაძლებელია თავიდან. სტეფანიას თქმით, მისი საქმეა დაეხმაროს ადამიანებს, დაიჯერონ საკუთარი ოცნებების და ერთმანეთის მიყოლებით დაიპყრონ ისინი. რაც მან შექმნა, ეს იყო მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგი და არა იღბლის. მათთვის, ვინც მზადაა დასაწყებად, ეს არის ნათელი შეხსენება იმისა, რომ წარმატება შესაძლებელია ამ საქმეში. ოღონდ თუ დაიწყებ და გააკეთებ. ამ ისტორიებზე მუშაობისას ბევრი მომენტი იყო, რამაც აღმართოვანა, თუ როგორ შეცვალეს ამ ბიზნესის ცხოვრება ამ ქალბატონებმა და განსაცვიფრებელი შედეგები დადეს, რაც შესაძლებელია, როგორც მათ შეძლეს. დღეს ეს იყო, რაც მინდოდა ამ ვიდეოთი მეთქვა. შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ იმ წარმატებულ ადამიანებზე სხვადასხვა სფეროებიდან, რომლებიც მხარს უჭერენ ქსელურ მარკეტინგს. მადლობა ყურადღებისთვის, დაელოდეთ ჩემს ვიდეოებს, მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.